ისტორია, რომელზეც მომდევნო რეპორტაჟში გიამბობთ რაჭიდან, კერძოდ ამროლაურის რაიონიდან იწყება ამბები სოფელ თხმორში დაბადებულ ჯორჯ კობიზე, იგივე გრიგოლ კობახიძეზე, რომლის სახელი ახალ წელს უკავშირდება. მან მსოფლიოს ახალი წლის სათამაშოები აჩუქა და ამერიკის უმდიდრეს ადამიანთა ათეულშიც რამდენჯერმე მოხვდა. 10 წლის გიგო თხმორიდან ჯერ ქუთაისში, მოგვიანებით კი ბორჯომში ჩადის და მინის ქარხანაში იწყებს მუშაობას. მალევე ჯერ უკრაინაში, შემდეგ გერმანიაში და ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდის და მინის პროდუქციის დამამზადებელ ქარხანას ხსნის. 45 დასახელების პროდუქტებს შორის იყო საახალწლო მინის ფერადი სათამაშოები. Christmas-ის ქობი ამ წარწერით დარჩა ისტორიას ქართველი გამომგონებლისა და ქველმოქმედის სახელი. პატარა ქართველი ბიჭის ისტორიის გარდა, რომელმაც ახალი წლის მთავარ სიმბოლოს ბრწყინვალებას შემატა, მომდევნო სიუჟეტში ნახავთ, როგორ თავდნენ ქალაქებს საახალწლოდ გასული საუკუნეების საქართველოში. 1950-იანი წლების საახალწლო სათამაშოების მაღაზიის კადრები, ოჯახური ფოტოები, ილუმინაციებით მორთული ქალაქები და ყველაფერი, რაც ახალ წელს დროის მიუხედავად გამორჩეულ დღესასწაულად აქცევს. საახალწლო არქივიდან მასალები თქვენთვის ანა ნოდიამ შეაგროვა. როდესაც დავიწყე შეგროვება, სულ რამდენიმე ძველი სათამაშო მქონდა შეგროვილი. ახალი წლის ვინტაჟური სათამაშოებით ნინო ჩაკვეტაძე 12 წლის წინ დაინტერესდა და მას შემდეგ ხელოვანის გალერეაში დღესასწაულის მთავარი ატრიბუტი ჭერამდე აწვდილი ნაძვისხე ყოველწლიურად ახალ ბინადრებს იჩენს. აი ეს არის ჩემ კოლექციაში ყველაზე ძველი ეგზემპლარები, ეს არის ბამბის სათამაშოები, რომელიც სავარაუდოდ, ეხლა ზუსტ თარიღს ვერ ვიტყვი, 30-იანი წლების უნდა იყოს. მასშტაბური კოლექციის თითოეული ნიმუშით შეგვიძლია ამოვიკითხოთ დღესასწაულის მთავარი ელემენტის განვითარების ეტაპები, რომლის ყველაზე ძველი ნიმუში მხატვრის კოლექციაში 1930 წლით თარიღდება. მავთულების განკეთდებოდა და კიდევ გვაქვს აქ აი ესეთი. ერთგვარი ნოსტალგია ბავშვობასთან. ხიდი აწმყოდან წარსული საუკეთესო წლებზე, სწორედ რომ ვინტაჟური, შეიძლება ითქვას უნიკალური და შესაბამისად იშვიათი საახალწლო სათამაშოებით აიგო. ბავშვობაში იყო ჩვენს ნაძვისხეზე აი ესეთი სათამაშო, რომელსაც წამლის ბოთლი აქვს, იღს და აწერია თევზის ქონი და ეს არის აიბოლიტის კოლექციის ერთ-ერთი სათამაშო. აიბოლიტის აქ ყავს. ჩიპოლინოს სერია კოლექციონერებისთვის ერთ-ერთი სასურველი მონაპოვარი 50-იანი 60-იანი წლების გამოშვებაა. ეს არის ალუბლიკო, ეს არის სინიორ პომიდორი, ასევე ჯამბაზების ხაზი, საყოფაცხოვრებო ნივთები თუ სურსათი, ათობით ეგზემპლარი, როგორც საბჭოთა კავშირში, ისე გერმანიაში წარმოებული. დამზადების განსხვავებული ტექნიკა და მასალა, მრავალფეროვანი ფერთა გამა და რა თქმა უნდა, საბავშვო თემატიკა, რომელიც საახალწლო სათამაშოების მსგავსად მხატვრის შემოქმედებაში ცენტრალურ ადგილს იკავებს. ბავშვები, რომლებიც არიან თბილად ჩაცმულები და ზოგი ციგაზეა, ზოგს ციგურები აქვს გადაკიდებული, ზოგს სათამაშო უჭირავს ხელში, აი მაგალითად ეს სათამაშო. როდესაც მე ჩემი გალერეა გავხსენი და დავინტერესდი ამ ძველებური ნივთებით, ჩემმა სიძემ, ასე ვთქვათ, ალეკო ჯიბლაძემ, რომელიც ჟურნალისტი იყო და ეხლა არ არის სამწუხარო ცოცხალი, მთელი დიდი კოლოფი თავისი სათამაშოების მომიტანა და მაჩუქა. და აი ეს ერთ-ერთი სათამაშო არის ალეკოს კოლექციიდან, ჩექმებიანი კატა, რომელიც ჩემთვის უსაყვარლესია და ულამაზესი სათამაშოა მართლა და ალეკოს დამსახურებით არის, რომ ეს კოლექცია ეხა არსებობს. წელს მხატვრის 2026 წლის ნაძვისხეს ტრადიციულად ახალი წევრი შეემატა. მსოფლიოში ცნობილი როგორც ჯორჯ კობის, იგივე გრიგოლ კობახიძის მიერ შექმნილი სათამაშო, რომლის წარმოებაც სათავეს ამერიკაში 40-იანი წლების მიწურულს იღებს. სწორედ ჯორჯ კობის, მინის ქართველი მრეწველის, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მასშტაბური მინის ქარხნის მფლობელის სახელს უკავშირდება ნაძვისხის მინის პირველი სათამაშოების დამზადება, რომლის მასშტაბური კოლექციის მცირე ნაწილს ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმი ინახავს.
მას 300 მუშა ყავდა და თვითონ შვილები არ ყავდათ, მაგრამ ძალიან ეხმარებოდა ამ თავისი მუშების ოჯახს, პირობებს უქმნიდა ბავშვებს განსაკუთრებით და როგორცაც ძალიან უნდოდა ამ ბავშვებისთვის რაღაც გაეხალისებია ცხოვრება და სხვადასხვა პირველ ნაძვისხის სათამაშოებზე ქართული თემატიკა იყო. მაგალითად ვაზის ფოთოლი და ვაზის მტევანი, ვაჟა-ფშაველას ხლის ნუკრის ნაამბობი. მინის მრგვალი სათამაშოების წარმოებამდე ჯორჯ კობის ფაბრიკა მინის საახალწლო სანთლებს ამზადებდა. ქიმიური სითხით სავსე ელექტრომოწყობილობით მართვადი სათამაშო ქსელში ჩართვისთანავე ფერადი ბუშტებით ახალისებდა ბავშვებს. გამოგონებამდე კი ნაძვისხეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ნამდვილი სანთლებით რთავდნენ, რაც არაერთხელ გამხდარა ხანძრის მიზეზი. წლების განმავლობაში პროდუქცია გამრავლდა და დაიხვეწა. ჯორჯ კობის მიერ წარმოებული ინვენტარი გახდა სავიზიტო ბარათი შობა ახალი წლის, რომელზეც ცნობილი ბლოგერები დღესაც ნოსტალგიით საუბრობენ. ეს ყუთები გვიანდელი არის. პირველი გამოშვება ყუთების იყო სამფერი, ქართული დროშის ფერებით გაკეთებული და ორი წარწერა ქონდა. შობა ეს კობია და კობის მინის სათამაშოები ორნამენტები, ასე ერქვა და ორ ენაზე ფრანგულად და ინგლისურად ეწერა, იმიტომ რომ ეს სათამაშოები შემდეგ კანადაშიც გადიოდა. როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს ძველად საქართველოში შეგვიძლია მე-19-მე-20 საუკუნის ქართული პრესის ფურცლებზე ამოვიკითხოთ. საქართველოს გასაბჭოებამდე პრესაში ნაძვისხეს შობის ხედ მოიხსენიებდნენ. 1897 წლის ჟურნალ კვალში მეკვლის ტრადიციის ამსახველი მასალა გვხვდება. კიდევ უფრო ადრე 1894 წლის ამავე ჟურნალში ახალი წლის ტრადიციული ქართული ატრიბუტი ჩიჩილაკი დაუბეჭდავთ. დღესასწაულის ეროვნული სიმბოლო, რომელიც შობის თუ ნაძვისხის დაბადების მიუხედავად არსებობას საუკუნეებია აგრძელებს. ჩიჩილაკის მორთვა ხდებოდა ძირითადად როგორც აღნიშნეთ კბილეულით, ნუგბარით და სხვადასხვა ხილით და მისი ასე ვთქვათ გამორჩეულ სამკაულს წარმოადგენდა გვერგვი, რომელიც ედგმებოდა თავზე, შეიძლება ითქვას რომ გვირგვინივით ედგმებოდა თავზე და ასე ვთქვათ სახლის გამორჩეულ ადგილას იდგმებოდა. ნაძვისხე საქართველოში შემოდის უკვე მე-19 საუკუნიდან, ეს ასე ვთქვათ როგორც ევროპული კულტურის ნაწილი. გადმოცემით ვიცით რომ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან უკვე ჭავჭავაძეების ოჯახში იდგმება. 1900 წელს სოხუმში კუპერების ოჯახში დაიდგა ნაძვისხე და მოხდა მისი პირველი ასე ვთქვათ ფოტო გადაღება და ძალიან საინტერესოა ამ ნაძვისხის მორთულობა, რადგანაც ის გარდა კბილეულისა და ასე ვთქვათ ანთლებული სანთლებისა, ის მორთული ასევე სხვადასხვა ქვეყნის დროშებით. ასევე გვაქვს 1903 წელს თბილისში გადაღებული ფოტოსურათი, თუმცა ოჯახის ვინაობა უცნობია. ნაძვისხეს უკვე მინის სათამაშოები ამკობს. რაც შეეხება მოგვიანებით პერიოდს, ეროვნულ არქივში საახალწლო სათამაშოების მაღაზიის 50-იანი წლების კადრები აღმოვაჩინეთ. თბილისის ცენტრალური უნივერმაღი. რამდენი სიხარული მოაქვს ბავშვებისათვის ახალ წელს. აქ გახსნილია საახალწლო საჩუქრების სპეციალური განყოფილება. აქ ყველაფერი ერთი მეორეზე უკეთესია, ერთი მეორეზე მომხიბლავი. თითქოს ყოველი სათამაშო თავისკენ უხმობს ბავშვებს. ეს კი 1946 წლის პირველი არხის საარქივო მასალაა. ასე დაიწყო 1946 წელი. პირველი მშვიდობიანი წელი დიდი ქარტეხილის შემდეგ. რეპორტაჟის მცირე ქრონომეტრაჟში ათეული წლებით დაშორებული ახალი წლის დღეები გაერთიანდა. საარქივო ფოტოებშიც და კადრებშიც ჩანს დროთა განმავლობაში, როგორ იცვლებოდა ნაძვისხეები, მისი მთავარი ატრიბუტიკა. თუმცა ერთი რამ უცვლელი დარჩა. ახალი წლის ღამე უკეთესი მომავლის მოლოდინი და იმედი, რომელიც სხვადასხვა ეპოქის ადამიანებს გვაერთიანებს.